დღეს მოწვეული სტუმრები აგერ მინდა წამოგიდგინოთ ქალბატონი ნალული დამიშვილი არის მისი დირექტორი გახლავთ მუნიციპალიტეტში შედის მივიღეთ სამი ძირითადი შედეგი ამ პროექტის ახორციელების შედეგად პირველი არის აგროეკონომიკური ან აგროტექნიკური შედეგი ეკონომიკური შედეგი შეიძლება ითქვას ასე ჩამოვყალიბოთ მეორე ეკოლოგიური შედეგი და მესამე რაც თავარი იყო ჩვენთვის თავიდანვე ეს არის ნდობის ალპინის კუთხით მიღწეული შედეგი სახალხო დიპლომატიური შედეგი დავარქვით ჩვენ ამას მარტო აი იმ ტექნიკით რაც ჩვენ გადავეცით იქიდან ელექტროკილერი ასე დავარქვით იმას მოწყობილობას ელექტროკილერის მიღებით ჩვენმა სოფლებმა მოახდინეს პეპლობის პერიოდში ეს ძალიან სერიოზული პერიოდია ამ მავნებლის გენერაციის თელს ციკლში არის პეპლობის პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანი აი ამ პერიოდში 8000 დაფიქსირებულია და რამე არ არის დაფიქსირებული მე არ ვიცი მაგრამ 8000 სამ ჩვენ ვაკვირდებოდით დავაფიქსირეთ 8000 პეპელა განადგურებული 8000 პეპელას განადგურება ნიშნავს მეგობრებო განაშენიანებული თხილის პლანტაციის გადარჩენა 40 გექტარი გადაჭენილია ეს პროექტი რომ ეს მოიცავს როგორც გითხარით ენგურიდან ხალისგამდე არეალს ეს რუხაზე შავს გამოეხმაურა სხვა სოფლებიც ბერლინის კედლები 21 საუკუნეში მე მგონი ვერ იმუშავებდა დანერგვა და განვითარება ბიომეურნეობისა აქ ყველაფერია ნათქვამი იმ სცენარის დაცვაზედაც იმ სცენარის მოვლაზედაც იმ სცენარიდან მოსავლიანობის გაზრდაზედაც და ეკონომიურ ზრდაზედაც და სოფელში მოსახლეობის დამაგრებაზედაც. იმიტომ რომ წინაპირობა ეს არის სოფელს მოსავალი არ ექნა, იქ ვერ გაჩერდება. გავედით იმაზე რომ სოფელ ხურჩაში ეს არის საზღვრისპირა სოფელი ძალიან გზნობიარე სოფელია, რომელიც გზნობს ამ პოლიტიკურ აღმართებს და დაღმართებს. მიგრაცია სადაც არის სოფელში აი ამ 100 კომლიან სოფელში ჩვენ თავაზობთ მოსახლეობას აი მცირე ფართობით საერთოდ ფართობი არის მოსავლიანო ისა სოფელში მოსახლეობას გააჩნია დაახლოებით 1 ჰექტარი კერძო საკუთრებაში და ჩვენ ვაძლევთ გარანტიას რომ 2-3 წლის განმავლობაში აი ამ 1 ჰექტარზე თუ მას მოყავდა პირობითად 1 ჰექტარზე თქვათ ხილი ტონა ნახევარი მისი მოსავლიანობა გაიზრდება 3-4 ტონამდე ეს არის მინიმუმი მოსახლეობა რომელიც შიგნით იმყოფება ეს მოსახლეობა არის ჩაკეტილი ბაღუმში არის ინფორმაციის ეკონომიური მხრით წყარო არის შემოსავალი თხილი და სიმინდი და სხვა ხეხილები მაგრამ იმის ზღვის სანაპირო ზოლის მოსახლეობის ციტრუსი არის მჟავი და ამიტომ ციტრუს ნაკლებად ოჯახში გასაყიდად ნაკლებად აქვს ციტრუსები ჩვენ რაც შევედით მის მერე მოსახლეობამ გაიგო რომ უნდა მოუყაროს თხილს სიმინდს რა მავნებლები ყავს როგორ უნდა გაანადგუროს ეს მავნებლები ასე რომ ამ ეკონომიურ მხარეს ჩვენ მოსახლეობას ნაკლებად ეხმარებით მაგრამ უნდა კიდევ ბევრი რაღაცა უნდა ახედანაც მე ბევრ ნაკლებობებს ხედავ სატელეფონო კავშირი არის ძალიან დაბალი შეგით რომელიც სიგნალზე არ შედის თქვენ წარმოიდგინეთ სანაპიროდან 5 კილომეტრი დაშორებული ადგილას მე ქართული ტელეფონით ვერ უკავშირდები ამ მხარეს